საწყოს მაგალითად პრაქტიკული მაგალითი. აი შემოვიტანე ხა სურათს. და ვნახოთ თუ რაზე მაქვს საუბარი. აი მაგალითად შემოვიტანე სურათი. პირველი ის რომ მაგალითად აი ძალიან მარტივია და ბევრს არ ვილაპარაკებ იმაზე რომ თუ როგორ შეიძლება მაგალითად აი ეს მხოლოდ ეს გოგო მოვნიშნოთ და აქეთ გადმოვიტანოთ, ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. პირველი მაგალითად ავიღოთ მოსანიშნი ხელსაწყო quick selection-ი ან მაგალითად magic wand. ამ შემთხვევაში magic wand რაში გვჭირდება აი ჯადოსნური ჯოხი. აი მაგალითად მე დავაწყაპუნე და მოვნიშნე ნახეთ მთლიანად თეთრი ფერი მოინიშნა მთლიანად. ეხლა მე რომ აქედან აი პირველი ხელსაწყოთი მოვკიდო ხელი და გადმოვიტანო, ნახეთ მთლიანად გადმოვიდა. ჯერ ერთი რატო? იმიტომ რომ მე აი აქ მოვნიშნე თეთრი ფერი. და თეთრი ფერი კი არ უნდა მომენიშნა. ეხლა ნახეთ მარტო თეთრი ფერი წამოვა უბრალოდ, აი ნახეთ. თეთრი ფერი კი არ უნდა მომენიშნა მე, უნდა მომენიშნა თვითონ ეს გოგო. ამიტომ რა უნდა ვქნა? მონიშნა შევაბრუნო. select inverse. inverse გავაკეთო. აი ნახეთ. select-დან inverse. ანუ მონიშნა შევაბრუნო. ხა თეთრი ფერი კი არა, თვითონ ეს გოგო მოვნიშნა. მოვკიდო ახლა ხელი წამოვიღო და ნახეთ გადმოვიტანო აქეთ. მაგრამ ნახეთ რა ქნა. რახან თეთრი ფერი აქაც მონიშნული იყო. რა თქმა უნდა, ესეც ამ ფონთან ერთად მოინიშნა და შესაბამისად ესეთი შედეგი მივიღეთ. მე მონიშნა რომ შევაბრუნეთ, რა თქმა უნდა, ეს თეთრი ფერიც მოყვა იმ შებრუნებულ მონიშნვაში. რატომ მოხდა ეს, რომ აი მე რო ახლა მეჯიკი ავიღე აი აქედან. დავაჭირე თეთრ ფერზე, აი ესეც რომ მოინიშნა აი აქ. აი Ctrl D-ი მოვხსნათ მოშა, დავაჭირეთ აი ნახეთ, ესეც მოინიშნა აი აქ. რატომ? იმიტომ რომ აქ იყო contiguous გამორთული, ანუ საზღვრები ასე ვთქვათ. გამორთული იყო. რას ნიშნავს ეს საზღვრები გაგახსენებთ? იმას რომ აი ამ თეთრ ფერსა და აი აქ თეთრ ფერს შორის საზღვარი არის აი შავი ფერი. და იმის იგნორირება მოვახდინეთ აი ამის გამორთვით. ეხლა ნახეთ ჩავრთოთ ეს ღილაკი contiguous. ნახეთ რა მოხდეს. Ctrl D-ი გავაუქმებ მონიშნა და თავიდან მოვნიშნა. ნახეთ. მხოლოდ ფონი მოინიშნა და არა აი ეს. მიხვდით? აი ამ contiguous-ით უკვე საზღვრები მე აქ გავააქტიურე და ამის იქით რახან თეთრი იყო. უკვე აი მხოლოდ ეს ფონი მოინიშნა. ეხლა რო შევაბრუნო მონიშნა, ნახეთ select inverse. ანუ მოინიშნა ამ შემთხვევაში უკვე გოგო, მოვკიდე ხელი და გადმოვიტან. მაგრამ ნახეთ რა ასე ვთქვათ წარმოიშვა პრობლემა, რომ თეთრი ფერები აქაც გადმოყვა. ნუ შეიძლება ეხლა ამით აი კიდევ აქაც მოვნიშნო მე magic-ით, აი აქ და delete-ით წავშალო. აი აქაც მოვნიშნო მაგალითად და delete-ით წავშალო. მაგრამ ნახეთ აი აქ თეთრი ფერი დარჩა მაინც. ნახეთ შიგადაში რაღაც თეთრი ფერები დარჩა და მაინც რაღაც პრობლემამდე მივედით. ამიტომ რა შეიძლება გავაკეთოთ აი აქ? აი ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება გაგვეკეთებინა? შეიძლება გაგვეკეთებინა ის რომ აი მაგალითად ეხლა აი აქ აგვეღო ეს ხელსაწყო contiguous ისევ გამოგვერთო ეს საზღვრები რომ სადაც კი თეთრს დაინახავს ყველაფერი მონიშნოს. მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა? ხა delete რომ მივცე აქაც წაიშლება, ხო? აი ეს არ მაწყობს. ანუ რა უნდა ვქნა მაშინ? ესეთ შემთხვევაში ესეთი რაღაცა უნდა მოვიმოქმედო რომ აი აქ ავიღო quick selection-ი და მინუს ნიშნით აი აქედან მინუს ნიშნით მე გამოვაკლო აი ეს მონიშნო, ნახეთ? აი ეს მონიშნა გამოვაკლო აი აქ. რატომ? იმიტომ რომ ეს არ მინდა წაშლაში მოყვეს. ეხლა delete ღილაკზე დაჭერით, აი ნახეთ Ctrl D მოხსნე მოშოთ, აი მივიღეთ ის რომ ყველგან თეთრი ფერი წაიშალა, აქაც მხოლოდ აქ დარჩა ეს. ეს იგივე შეიძლება და გაგვეკეთებინა აქვე. როცა ჩვენ აი Ctrl D-ი ნახეთ რა გავაკეთოთ. Ctrl D-ი გავაუქმე მონიშნოს თავიდან ავიღებ. ნახე ეს იგივე აქვე შეგვიძლია გაგვეკეთებინა magic wand-ით და contiguous ანუ ამის ღილაკის გათიშვით უთხრათ რომ თუ სადმე თეთრი ფერი დაინახა, ყველა მონიშნოს. მაგრამ აი ეს არ გვჭირდება ჩვენ, აი ეს. ამიტომ ესეთ შემთხვევაში ისევ ავიღებ quick selections მინუს ნიშანს და აი ამას გამოვაკლებ. აი ამას გამოვაკლებ. რომ აი ეს და თვალთანაც მენიშნა. აი ეს არ წაშალოს. აი ეს.
აი ეს ადგილი აი აქ, აი ეს ნაწილი. ეს ასე ვთქვათ, უნდა შენარჩუნდეს აი ეს. ამის შემდეგ ვაკეთებ inverse, select inverse, მონიშნის შებრუნებას და უკვე სუფთად მრჩება გოგო მონიშნული. აი აქ, აი ეს. ამაში გვაქვს რამე შეკითხვა? არა, არაფერი, მაგრამ ამის გადატანა ხო ჩვენ კიდე სხვანაირადაც ხო შეგვიძლია. გადატანა ერთი ხელსაწყოა აი აქ მოკიდებ ხელსაწყო და გადმოვიტან სხვა გადატანათ, სხვა გადატანა არ ვიცი. როგორ უნდა მოხდეს სხვა. ამ გოგოს გადატანა ხო სხვანაირადაც შეგვიძლია ჩვენ. პირდაპირ დაასვა სურათს, იგაში რომ შემოიტანა პირდაპირ სურათში. სულ პირდაპირ როგორ უნდა სხვანაირად როგორ უნდა გადაიტანო ფონზე არის პირველი ერთი ხელსაწყო, მოსანიშნი ხელსაწყო, მოკიდებ ხელს და გადაიტან. სხვანაირი გადატანა რა ვიცი, რომ რას გულისხმობთ. მაშინ რომ ვისწავლეთ პირდაპირ სურათზე რო ასვავ, ეგ ხო არ არის. გადატანა რა მნიშვნელობა აქვს პირდაპირ სურათზე დაასვავ თუ გადატანა ჯო გადატანა სურათს რო შემოიტანე ეგრე ხო ეს სხვა რამე არის აქ არ გვჭირდება ჩვენ ეს ჩვენ თუ ამას გულისხმობ ერთ წუთი მოდი ეს ჩავკეცო ფაილიდან ფლეისით თუ გულისხმობ ეხა შენ აი ნახოთ მოდი კი ბატონო აგერ ენთერით დავეთანხმოთ და მაშინ აქ რა უნდა ვქნათ ეხლა აქაც იგივე მოქმედებები შევასრულოთ პირდაპირ შემოტანით აი ეს იგივე იყო აქედანაც შეგვეძლო ესეთ აი მაგი მე იმით ვიც აქედანაც კი შეგვეძლო ეს პირდაპირ თავისი ფონით გადმოგვეტანა მოგვეკიდა ხელი და პირდაპირ გადმოგვეტანა თავისი ფონით და აქვე გაგვეკეთებინა ეგ ყველაფერი პრინციპში ესეც შეიძლებოდა აი აქ მაგალითად აი აგერ ავიღოთ ისევ ეს მოსანიშნი ხელსაწყო გამორთეთ მიკროფონები აგერ მეჯიკით მიკროფონები გამორთეთ და ნახეთ აქ ეს მოინიშნა ეგ ხო აქ რა უნდა ვქნათ ეს უნდა გამოვაკლოთ ეს მონიშნა ამიტომ რომ დილეიც რო დავაჭირო ეხლა ამ შემთხვევაში მე აი მოიცა ერთი წამით აი აქ ეხლა აქ რესთერაიზი დაგჭირდება ესეთ შემოტანაში აი რესთერაიზ ლეიერ რომ დილეიტით რო არ წაშალა და ეხლა დილეიც დავაწვევ და წაიშალა მაგრამ ნახეთ აი აქ ეს წაიშალა ამიტომ ეს რო არ წაიშალოს quick selection-ით ეს მონიშნა გამოვაკლოთ აი აქ რომ აი ეს არ წაიშალოს ამის შემდეგ delete-ით აგერ წაიშალა მთლიან და control d-ით მოხსნათ მონიშნა აი სუფთად გადმოვიტანეთ აი აქ ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთი მოდი ამაზე გავამახვილოთ ბარემ ყურადღება რომ აი აქ ნახეთ ეს წარწერები როგორ მოვაცილოთ თქვენი აზრით როგორ შეიძლება ეს წარწერები მოვაცილოთ აბა არის ესეთი საშლელით ეს რომ მოვაცილო აი ავიღოთ საშლელი კლონირებით კი ბატონო აი ნახოთ ეხლა კლონირების ხელსაწყო ამიქ მოგვალხას რო ხაზავ და მე რო გადაგავს აი მაგალითად კლონირებით alt-ს დავაწექი ავიღე ფერი აქედან და კი ბატონო ესე შეიძლება ჰა მაგრამ აი ნახეთ ძალიან საწვალებელია აი ის მეორე მაშინ აი მგვალს რო ხაზავ და იმაში რო გადაგავს ხო ანუ ეხლა ნახეთ ესე იგი ჩვენ უნდა მეორე აქედან გამომდინარე ესე იგი ჩვენ ვირჩევთ ესეთ ხელსაწყოს ეს არის უკვე მოსანიშნი ხელსაწყოების გარდა ჩვენ გადავედით ხელსაწყოებზე უკვე ამ შემთხვევაში ეს არის რეტუშირების ხელსაწყოები, კორექციის ხელსაწყოები. სფუთიალინგით მაგალითად. სფუთიალინგი რას აკეთებს? აი ნახეთ, გადავატარებ აი აქ. ეს ნიშნავს რომ სფუთიალინგით გადავასხი, ასე ვთქვათ, გარშემო ფერი. აი ეს კი ბატონო, სფუთიალინგით ეს შეიძლება გავაკეთოთ. ახლა ჩემი მაუსი დახტის ცუდად. კი, ეგეც ერთი ვარიანტია, რომ აი სფუთიალინგით აი, ნახეთ კი ბატონო აი ესე შეგვიძლია ეს ფუნჯი უნდა გავადიდოთ და ესე შეგვიძლია კი ბატონო მოვაცილოთ აი ეს ან მეორე ვარიანტი რეტუშირების ხელსაწყოში ეს არის healing brush-ი ეს რას ნიშნავს რომ ეს არის ასე ვთქვათ alt-ით უნდა აიღო აქ ფერი ესე იგი alt ღილაკზე დაჭერითა და შემდეგ მაუსის მარცხენა ღილაკზე დაწკაპუნებით მე აი აქედან ავიღე შავი ფერი და ამის შემდეგ შემიძლია აი აქ გადავატარო ეს შავი ფერი აი აქ ესე გადავატარო და ეს წავშალო. კი ბატონო, ერთი ეს ვარიანტი. და არის კიდევ ერთი ესეთი ვარიანტი. ნახეთ რა edit-დან fill. აი ეს ვიცით ჩვენ. ნახეთ რა ხდება. მე ასე იგი მოვნიშნავ, აი თავისუფალი მონიშნვით, აი მას გამოვიყენებ ახლა აი აქ.
lasso tools და ნახეთ აი თავისუფალი მონიშნით ამას მოვნიშნავ ესე და აქედან edit-დან ავიღებ fill. ესეც შეიძლება და აი აქ ავირჩევ ხოლმე და content aware ესეთ მას შეიძლება აქ სხვაც იყოს აღნიშნული მაგალითად pattern. Pattern-ები აქ არის ესეთი რაღაც 1000 რაღაც არის pattern-ით მაგალითად აი აქ შეგვიძლია ნებისმიერი pattern-ი ან ბალახი რაღაცები ავირჩიოთ, ოკეი, ღილაკზე დაწყაპუნებით მივიღებთ აი აქ ესეთ რაღაც ჩასვავს. ანუ რასაც ავირჩევთ აქ, იმას ჩასვავს აი აქ. მაგრამ ჩვენ ხო ეს არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს რა იგივე ფერი. შესაბამისად edit-დან როცა ავირჩევთ fill, აქ უნდა ავირჩიოთ, ჩამოვშალოთ და აი ეს menu ოკეი, ღილაკზე დაწყაპუნებით მივიღებთ რომ აი ნახეთ control D გაქვს რა. უბრალოდ რაღაც კონტური დატოვა. ნუ ეს ასე ვთქვათ, მოდი თავიდან აი ასეთ შემთხვევაში გავაკეთოთ ეს edit fill და აი აქ ოკეი, ღილაკზე დაწყაპუნებით აი მივიღეთ რომ აი ნახეთ არაფერიც არ დარჩა აქ მშვენივრად. მოკლედ კომბინირებულად შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ან შეგვიძლია აი ამ ხელსაწყოთი ან თუ ესეთნაირად შეგვიძლია კიდე ცალკე ამითაც მოვნიშნოთ ნახეთ quick selection კი არა აი magic wand-ით აი მხოლოდ ეს მოდი ახლოში მოვიტანოთ და მხოლოდ აი ესენი მოვნიშნოთ აი ეს ფერები ნახეთ აი ეს წარწერის ფერი მხოლოდ წარწერის ფერი თომ არ ინიშნება მხოლოდ წარწერა მოდი ვნახოთ ახლოში მოვიტანოთ აი ეს თუ ესეთი ფერი სადმე დაინახა ყველა მონიშნა ნუ შესაბამისად მოდი ვნახოთ მაშინ მაგალითისთვის ყოველ შემთხვევაში edit fill და აი აქედან ოკეი ღილაკზე დაწყაპუნებით მივიღებთ იმას რომ ფერი ჩავასხეთ ესეთ ასე ვთქვათ ესეთ წვრილმანებში შეიძლება ეს არ გამოდგეს და გეტყვით რა შემთხვევაში უკეთესი იქნება აი control D მოხსნათ მონიშნა და მაინც ლაქასავით დაგვიტოვა ყოველ შემთხვევაში იმდენი აღარ ემჩნევა ეს მაგრამ სხვა ხერხითაც შეგვეძლო ეს გაგვეკეთებინ ანუ ბევრნაირი ხერხი არსებობს ამის და აი ეს ახლა ჯობია ყველაზე კარგი ვარიანტია უკვე სფუთიალინგი გამოვიყენოთ აი აქ ჯერ ესეთი შემთხვევა კი ბატონო შემდეგ უკვე კომბინირებულად როცა მაქსიმალურად ესე იგი წავშალით ის ზედმეტი არეები უკვე აქედან სფუთიალინგის საშუალებით აი ნახეთ გადავატაროთ მაუსი და ფაქტიურად აი არაფერი აღარ დაემჩნევა ანუ ზედმეტი არიც მოცილება Ctrl-ით და აი ნახეთ აბსოლუტურად იდეალურად წავშალეთ ან კიდევ შეგვიძლია აი ნახეთ მაგალითად აი აქ ახლა რაღაცეები დარჩა ხო აი ეს მინიმალური ვარიანტები უკვე ჩვენ აქედან შეგვიძლია აი ნახეთ ესე იგი რეტუშირების ხელსაწყოდან უკვე ნახეთ ერთი ვარიანტი რომ ისევ აქაც გამოვიყენოთ სფუთიალინგი ნახეთ დავაწყაპუნებ გაქრა აი ესეთი ნახეთ აი დავაწყაპუნე გაქრა გადავატარე საერთოდ აი ეს ნახეთ აი აქ ამაზე აი გადავატარებ ავთ და მაუსი ცუდად მუშაობს აი გადავატარე ნახეთ გაქრა აბსოლუტურად კიდე რა შეიძლება გამოვიყენოთ აი ამ რეტუშირების ხელსაწყოდან მაგალითად აი ესეც ხო ნახეთ healing brush-ი ეს უკვე იმისგან განსხვავებით როგორ მუშაობს alt ღილაკზე დაჭერითა და მაუსის მარცხენა კლაკზე დაწყაპუნებით ფერს ვიღებ აქედან რომ ეს ფერი მერე უკვე აი გადავატარო და აი всё ძალიან მარტივად მოვაგვარე ეს პრობლემა კიდე რა ხერხები არსებობს აი ამ რეტუშირების ხელსაწყოდან აი ეს pause tool-ი ეს რას ნიშნავს რომ შემოვხაზავ აი ამ დაზიანებულ ანუ ისეთ არის სადაც კორექცია მინდა შევიტანო მოვკიდებ მე ხელს და გადმოვიტან სუფთა არეზე აი აქ ეს ჩვენ კარგად გავარჩიეთ სხვათა შორის როცა სახის გაწმენდას და რაღაცებს ხალის და იმის მოცილებას ვაკეთებთ ხო რეტუშირების ხელსაწყოთი ესე იგი pause tool-ით როგორ გავაკეთეთ შემოვხაზეთ ეს დაზიანებული არე და გადავიტანეთ სუფთა არეზე აი მოკითხელი გადაიტანე შემდეგი რა იყო პასტულის შებრუნებული იყო აი ეს ხელსაწყო რა და დაუზიანებელი არე შემოვხაზე გადავიტანე აი დავაფარე აი ამას enter-ით დავეთანხმე და control D მოხსენი მონიშნა ანუ პირიქით არის პასტულის შებრუნებული ანუ ვიღებ სუფთა ადგილს და შემდეგ დავაფარებ აი აქ აი ეს და ფაქტიურად
ასე ვთქვათ, ეს პრობლემა გადავჭერი. ხოლო ის ფილი, აი მაგალითად, რა შემთხვევაში უკეთ შეიძლება გამოვიყენოთ? აი მაგალითად, ნახეთ. აი აქ ფონზე გვაქვს რაღაც ესეთი. აი მაგალითად ავიღოთ რაღაც ესეთი. მოდი აქ ფერი ჩავასხათ. აი აქ ჩავასხოთ რაღაც ფერი. და აი ეს ადგილი მინდა მაგალითად გავაქრო აი ეს. ხო? რაღაც ესეთი ან დაზიანებული არის, ან დახეულია, ან რაღაც გავსია, ხო? მოკლედ რაღაც ის არის. მოვნიშნავ ამას, მოვნიშნავ ბევრნაირად შეიძლება, აი მაგალითად ლასო თულით თავისუფალი მოვნიშნით, აი ესე მოვნიშნავ. ან საერთოდაც იგივე აქ magic ჯადოსნური ჯოხით თავაც გავყვნევ და უშუალოდ ამას მოვნიშნავ და edit-დან, აი fill-ის გამოყენებით, აი ნახეთ აბსოლუტურად თავისუფლად შემიძლია ეს არის, აი Ctrl-D იდეალურად გამოვიდა. ან იგივე აქაც შეგვიძლია რეტუშირების ხელსაწყო გამოვიყენოთ. აი აქედან, ავიღოთ პაზი, შემოვხაზოთ ეს ადგილი და უბრალოდ გვერდზე გადავიტანოთ. აი ესე. აი აქ. და იდეალურად გამოვიდა. ნუ აქ ლაქასავით დაემჩნა, ესე იგი ბევრად უკეთესი იქნება სხვა საშუალება მაშინ, ხო? edit-დან მაგალითად fill. ანუ ჩვენ ამიტომ ვსწავლობთ სხვადასხვა საშუალებებს, რომ კომბინირებულად გამოვიყენოთ ის სურათის დამუშავებაში. აი, Ctrl-D მოხსნათ მონიშნოთ და მივიღეთ იდეალურად იგივე, ასე ვთქვათ, ფონი. გავიგეთ, ამაში გვაქვს რამე შეკითხვა? ესე იგი, ჩვენ გავიმეოროთ აი ეს. ყველაფერი გასაგებია, არაფერი. ძალიან კარგი. ესე იგი, აქედან აქამდე ეს არის მოსანიშნი ხელსაწყოები, შემდეგ უკვე რეტუშირების ხელსაწყოები, რომელიც განვიხილეთ. Red E ეს იყო წითელი თვალი, მე ეს გაჩვენეთ და ბარემ რახან აქავართ, მოდი ნახოთ ესეც. აი მაგალითად, როდესაც სურათს ვიღებთ აპარატით და ასე შემდეგ, იქ შეიძლება იყოს, მაგალითად, სადღაც ესეთი გამოჩნდეს წითელი თვალი, ხო? მოდი ეს. გადავაქციოთ აი ესე. აქ არ ვდგავარ ამ layer-ზე და მაგიტო იყო რო აქ. აი ესეთი. და აი ამის საშუალებით უკვე ამ რეტუშირების აი ხელსაწყოს საშუალებით ready. გადავატარებ თითოეულ თვალზე, აი ნახეთ. და მივიღებთ რომ ეს კი ბატონო. შემდეგ იყო ბრაშები და ფანქარი, ეს ხატვის საშუალებები. კლონირების ხელსაწყო იგივე წეხანაც ნახეთ, კლონირების ხელსაწყო, რომ ძველი ფოტოების აღდგენა და მსგავსი რაღაცები ჩვენ ამით გავაკეთეთ. ანუ რა? იგივე აქ თუ დავბრუნდებით. და რაღაც ხარვეზები, მოდია დავაბრუნოთ სურათზე. ან იქნება Windows-დან. გამოვიძახოთ history და აქედან დავბრუნდეთ თითეული ნაბიჯით, მაგალითად აი აქ რაღაც ესეთ მსგავსი გამოვიძახოთ. კი ბატონო, აი აქაც ეს კლონირების ხელსაწყოთით შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ანუ აქედან Alt-ისა და მაუსის ზედაც გაყუნებით აგვეღო ფერი აქედან და დაგვეკლონებინა ფაქტიურად ეს ფერი. აი, უბრალოდ მოცილდა ეს ხარვეზი, აი, მე მგონი კარგად ნახეთ სურათზეც. ანუ ნახეთ რაზე იყო საუბარი. აი, ქონა რაღაც დაზიანებული ადგილი, ესე იგი რა, ეს ფერი უნდა გადავაკლონოთ აი აქ. აი ამ კლონირების ხელსაწყოთი, ანუ Alt-ისა და Alt კლავიატურაზე და აი აქ მაუსზედაც გაყუნებით, ავიღეთ ეს ფერი და გადავიტანეთ აი აქ. ეს იგივე იყო ძველი სურათის აღდგენაზე, მე მგონი ამაზეც, ასე ვთქვათ, საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. ძველი სურათი. ან არა მარტო ძველი სურათის აღდგენა, არამედ იგივე ხარვეზები, ასე ვთქვათ, რითიც შეიძლება ის მე მგონი აი ესეც გავაკეთეთ აი აქ, იგივე სახის გასუფთავება, ხო? მოდი გავადიდოთ ფუნჯი, აი Alt-ზე დაჭერით და აი აქ მაუსზედაც გაყუნებით, ავიღეთ აქედან ფერი და აი ჩვეულებრივ გადავატარეთ აი. ეს ყველაფერი ისევე შეიძლება მოწესრიგდეს, როგორც
კლონირების ხელსაწყოთი, ასევე აქედან რეტუშირების ნებისმიერი ხელსაწყოთი, იგივე ფუთია ლინკით და ასე შემდეგ. ყველა აქ არსებული ხელსაწყოთი თავისუფლად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, ასე ვთქვათ. შემდეგი ეს იყო artistic brush-ი ეს არის, რომ ესე მუშაობს, რომ მაგალითად აი ეგ ესეთ რაღაცაზე თითქოს ესეთი ნახატია აკვარელი თუ რაღაც გავსი იმით. ხოლო artistic brush-ით ეს შეგვიძლია ჩვენ უკან აღვადგინოთ, აი history brush-ით ბოდიში, history brush-ით ეს შეგვიძლია ჩვენ აი აღვადგინოთ პირვანდელი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. ანუ საერთოდ რაც იყო თავიდან, ასე ვთქვათ. შემდეგი იყო ეს საშლელები, ეს საშლელებიც ასე ვთქვათ, ბევრნაირად გამოვიყენეთ ჩვენ, მაგალითად Magic Erase-ში გამოგვადგა იმაში, რომ აი პირდაპირ ეს ამ გოგოს ასე ვთქვათ, სურათი, აი მოდი შემოვიტანოთ ეს გოგო. პირდაპირ შეგვეძლო, ნახეთ. აი ამ მაგალითად Magic Erase თულით, აი რახან ერთი ფერის და ერთი ტონალობის ესა გვაქვს, რა ქვია, ფონი, აი უბრალოდ დაწკაპუნებით საერთოდ წაშალა თეთრი ფონი. თუმცა აქაც წაშალა. ეს როგორ გამოვასწოროთ, რომ აი აქ არ წაშალოს ეს ასე ვთქვათ, პერანგი რა, შეიძლება ესე ითქვას. Contiguous უნდა ჩავრთოთ, რომ საზღვრები აქ არ იყოს იგნორირებული. აი ამის შემდეგ უკვე ნახეთ, მხოლოდ ფონი თუ არა და იგივე ხერხს მივმართოთ, Contiguous გამორთოთ, ну პრინციპში ხო კი ბატონო, Contiguous გამორთოთ, აი Magic-ით ვანდით, მოვნიშნოთ ყველა თეთრი ფერი, შემდეგ Quick Selection-ით გამოვაკლოთ აი ის ფერი, რაც არ უნდა წაიშალოს აქედან, მხოლოდ ის ვარიანტი და ამის შემდეგ ავირჩიოთ უკვე აი ეს საშლელი Magic Erase. წაიშალა მხოლოდ ეს დარჩა აქ. Control D-ი მოვხსნათ მონიშნა და აი უკვე სოფთად მოვკიდებთ ხელს და გადმოვიტანთ აი აქეთ აი ამ ფოტოს. აი იდეალურად ეხლა ეს არის უკვე იდეალურად გადმოტანილი. აი ეს. სოფთად გადმოტანილი აი აქ. და დანარჩენი უკვე ის ხერხი და საშუალებები რაც ვიცით, გამოვასწორებთ აი ამ ხარვის რაც აქ არის. ამას მასშტაბირება გავუკეთოთ. მასშტაბირება ხდება უკვე Control T ან Edit-დან, აი აქ არის Transform. მაგრამ იგივე კლავიატურიდან Control T. შემდეგ Shift Alt-ზე დაჭერით და ისე მასშტაბირებით ვახდენთ, ასე ვთქვათ, მასშტაბირებას. რა განსხვავება არის ამათში? ის განსხვავება არის, რომ Shift Alt-ის გარეშე მასშტაბირება არ ხდება, ასე ვთქვათ, იდეალურად. აი ესე. კლონირება Alt ღილაკზე დაჭერით, შეგვიძლია პირდაპირ გადავამრავლოთ აი ეს. ასე მოვნიშნავ და Delete-ზე დაჭერით, გადავამრავლოთ, ასე ვთქვათ, წავშლით. უბრალოდ საშლელზე ბევრი ვილაპარაკეთ და თუ რამე ახლა გზედმეტი გადმოყვა, ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ეს საშლელი ავიღოთ, Eraser-ი და აი ეს მაგალითად აი ეს ზედმეტი რახე რაც გადმოყვა, წავშალოთ ჩვეულებრივ, აი ეს დავაპატარავოთ. ამას ვაპატარავებ ოთხკუთხედი, კლავიატურაზე არსებული ოთხკუთხედი ფრჩხილების საშუალებით, მარცხენა ოთხკუთხედი ფრჩხილი აპატარავებს, მარჯვენა ადიდებს, ან იგივე შეიძლება აქედან გავაკეთო აი საიზის საშუალებით, საიზ გადიდადიდზე, საიზი შევამცირო, ამ ცოცავის საშუალებით აი დაპატარავ და აქ უკვე ნახეთ აი ეს ზედმეტი ის შეგვიძლია წავშალოთ. აი ამ საშლელის საშუალებით. ეს არის აი ეს პირველი, ასე ვთქვათ, საშლელი Eraser tool. კი ბატონო, შემდეგი ნაბიჯი, ეს არის უკვე შემდეგი ხელსაწყო, ეს არის ფერის ჩასხმა. ფერის ჩასხმაც ასევე რა თქმა უნდა, შეგვიძლია აი თუ აქ გვაქვს რამე ესეთი აი გვინდა სადმე ფერის ჩასხმა და რამე წარწერის გაკეთება, აი მოვნიშნავთ რექტანგლის საშუალებით. ავიღოთ ახალი ლეიერი, ჯობია ახალ ლეიერზე ჩავასხათ და ლეიერებზე რატო უნდა ჩავასხათ ახალ ლეიერზე, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, აი მაგალითად Alt Backspace-ით ჩავასხათ, Control D-ი მოვხსნათ მონიშნო და შეგვიძლია ეს სადაც გვინდა გადავიტანოთ. მაგრამ ჩვენ ვიდექით აი ამ გოგოს ლეიერზე, ჩვენ რომ აი აქ გაგვეკეთებინა რაღაც ესეთი მონიშნა,
და აქ ჩაგვესხა ფერი alt backspace-ით, ეხლა ნახეთ რა ხდებოდა. ჩვენ თუ ამას გადავიტანით, აი გოგოც გადაყვებოდა. რატო? იმიტომ რომ ერთ ფენაზეა ეს დასმული აი აქ, ერთ ფენაზე. შესაბამისად, თუ ამას გადავიტანით, გოგოც ამოძრავდებოდა. ამიტომ არის დიდი მნიშვნელობა, რომ ახალ layer-ზე გააკეთო ყველაფერი. ახალი layer-ის გამოძახება შეიძლება აი ამ პლუს ნიშნიდან, შეიძლება აი ამ ღილაკიდანაც new layer და შეიძლება menu-დან layer new layer. ასეთნაირად შეიძლება ახალი layer-ს გაკეთებ. შემდეგ აი აქედან layer new layer-ის საშუალებით OK-ს დაეთანხმები და აი მიიღებ ახალ layer-ს აი აქ. ეხლა ეს რახან ერთ layer-ზეა, ამის გამოსწორება შეიძლება როგორ და მოვნიშნავთ აი ამ იმას magic-ით. შემდეგ მარჯვენა ღილაკიდან layer via cut და ნახეთ ეს უკვე ახალ layer-ზე გადახდა. აი ნახეთ აქ იყო და გადახდა. ამის დამადასტურებლად შეგიძლიათ ეს გაამოძრავოთ და ნახეთ აბსოლუტურად სხვა layer-ზეა. მოდი კიდევ უკან დავბრუნდეთ და მიაქციეთ ყურადღება, ნახეთ აი ეს ფერი და აი ეს გოგონა ერთ layer-ზეა აი აქ. მარჯვენა მონიშნის შემდეგ მასზე მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით, ოღონდ მოსანიშნე ხელსაწყო, რითაც მონიშნე. აი მაგალითად მოდი თავიდან გავაკეთოთ, აი ამ ხელსაწყოთი მოვნიშნეთ, ხო? მოვნიშნეთ და ეგრევე მასზე მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით layer via cut. აი აქ. ამაზე დაჭერით. აი გადახდა ეს layer-ი, აი აქ ცალკე layer-ზე. შესაბამისად, აი აქედან აი ცალკე layer-ზე გვაქვს. ან ასე რო არ ვიწვალოთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ რაიმეს მოვნიშნავთ და იქ რაღაცის გაკეთება გვინდა, ჯობია ახალი layer-ი ამ პლუს ნიშნით ან აქედან new layer და OK-ზე დაჭერით. აი ახალი layer-ი გავხსენით, აი ეს მონიშნული რომელიც არის, ან შეგვიძლია აქ დავაწეროთ red, წითელი, ან რა. კიდე რა შეგვიძლია მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, აი ამ layer-ზე თვალთან მარჯვენა ღილაკზე დაჭერით, აი აქ ავირჩიოთ red. აი ხო, ესე იგი ამაზე წითელ ფერს ვასხავთ. და შემდეგ ფერის ჩასხმა alt და backspace ღილაკით, ან აი აქედან ვედროს ავიღებთ და აქ რა ფერიც გვექნება, ჩავასხავთ იმ ფერს. სხვა ფერი თუ გინდა, კი ბატონო, აქედან ავირჩევთ რაღაც მუქ წითელს, სიტყვაზე მუქი წითელი ჩაესხმება და ასე შემდეგ. Control D-ი მოხსნით მონიშნას, ან მონიშნა იქნება select deselect, იგივე Control D. აი ესეთნაირად და ეს არის უკვე ცალკე layer-ზე და შეგვიძლია ეს გადავიტანოთ როგორც გვინდა იმის მიხედვით და გათვალისწინეთ. წაშლად თავისთავად მარჯვენა მოვნიშნავ და delete-ს, ანუ დაწკაპუნებით მოვნიშნავ და delete-ს, ან ეს layer-ი როგორ შეიძლება წავშალოთ. აი აქედან მოვნიშნათ და აქ არის წასაშლელი. წავშლით ან მარჯვენა ღილაკით, ნახოთ მარჯვენა ღილაკზე თუ აქვს delete-ი. აი delete layer. და აქედან წავშლით და yes. ან იგივე აქ ნაგვის ყუთზე დაჭერით. თუ შემთხვევით წაგვეშალა, თქვათ, ეს layer-ი Ctrl Z-ით აღვადგენთ კლავიატურაზე Ctrl Z-ი. ან Windows-იდან ვიძახებ History-ს და ამ History-ში ვრუნდებით მერე ნაბიჯ-ნაბიჯ უკან. ეს რაც შეეხებოდა მოკლედ, ასე ვთქვათ, აი ამ ფერის ჩასმას. ასევე ფერის ჩასმა ჩვენ ვნახეთ, გრადიენტული ფერის ჩასმა, ამაზეც ბევრი ვისაუბრეთ. აი მოდი ახალი layer-ი არის აი ეს სამი layer და მოდი გრადიენტული ჩასმა როგორ ხდება ეს განვიხილოთ. აი დავაჭიროთ ხელი, აი gradient. და აქ მოცემული გვაქვს gradient-ი. აი ეს. და უბრალოდ პირდაპირ გადავატაროთ მონიშნულზე და აი ნახეთ, რამდენი ფერიც არის, იმდენი ჩაესხა. ახლა მოდი ავიღოთ ლაინერული ჩასმა, აი ესე გადავატაროთ და აი რამდენი ფერიც არის, ისეთი იმდენი ფერი ჩაესხა აი აქ. აი ეს. სხვადასხვა ფერები. შეგვიძლია ეს ფერები, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, შევცვალოთ. რა თქმა უნდა, აი აქ დაჭერთ. ნახეთ, აი ამაზე დაწკაპუნებით. აი აქ არის რამოდენიმე ფერი. ან შეეძლოთ არ გვინდა, მაგრამ ორი ფერი დავიტოვოთ, ხო? ამაზე მოვკიდებთ ხელს, ნახეთ, ჩამოვაგდებ ქვევით. ან დავაწყაპუნებ და ნახეთ, აქ არის ესეთი რაღაცა, delete წაშლა. დარჩა ორი ფერი. წითლიდან წითლისკენ. კი ბატონო, OK-ზე დავეთანხმებით. თორემ გადავატარებთ, აი, მხოლოდ ორი ფერი დაგვრჩა აი აქ. დარჩა წითელი და ყვითელი.
თუ გინდა დამატება, ესე იგი აი აქ ნახეთ, დავაც გაპუნებ, შემდეგ აქედან კოლორიდან შევცვლი ფერს, მაგალითად ლურჯი. კიდე მინდა დამატება აქ ფერის. აი ხელის ფორმა რო ექნება მაუს, მაშინ დავაც გაპუნებ ხელის ფორმის, შემდეგ აქედან ავირჩევ ფერს, მაგალითად მწვანე. ოკეის დავეთანხმები, შემდეგ კიდე ოკეი და გადავატარებ აი მონიშნულზე, ნახეთ. რა ფერებიც ავირჩიეთ, მხოლოდ ის ფერები გვაქვს აქ ჩასმული. გრადიენტულის ვარიანტები წრიული ჩასმა, მაგალითად ეს უკვე შუიდან გავატაროთ, წრიული ჩასმა და ესენი ყველა ჩასმის სტილებია. ესენი ესეთი ჩასმა და შემდეგ. ეს გავაკეთეთ ჩვენ ერთ-ერთ ანუ რაზე იყო აქ საუბარი მოკლედ. იმაზე რომ ესე იგი ჩასმის ვარიანტები ვნახეთ და ეს გავაკეთეთ კიდეც ჩვენ ერთ-ერთ ასე ვთქვათ ლოგოზე, გამოვიყენეთ აი ეს გრადიენტული ჩასმები და ესეთი სტილის ჩასმები, სწორედ წრიული, აი ესეთი რადიალური ჩასმა, აი ეს აი ესეთი რაღაც გავსი ვნახეთ, ოღონდ ეხლა რა თქმა უნდა, მთლიანად ჩაესხა, იმიტომ რომ მონიშნული აღარ აქვს აქ, ამიტომ მონიშნულ არეში უნდა გაკეთდეს ეს ჩასმა, აი ესეთი წრიული ჩასმა. კარგით, მოკლედ ეს გასაგებია, რაც ნახეთ. შემდეგ ასევე განვიხილეთ blur, ანუ გაბუნდოვნების ხელსაწყო, აი თუ რამე რასაც ახლა გადავატარებთ, ნახეთ, აი აქ მივიღებთ, თქვათ გაბუნდოვნებას. შემდეგ შარპენი პირიქით, ნახეთ, გაბუნდოვნებულს პირიქით, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა თავისი ხარვეზები აქვს, ეხლა მე რამდენადაც ბევრს გადაატარებ, მით ასე ვთქვათ, მაგრამ ჯობია რომ ეს გაბუნდოვნებას პირიქით, შარპენი პირიქით, აი ესე ნახეთ, გამოაცოცხლებ, შეიძლება ესე ითქვას. Smooth tool-ი ახლა მაინდა-მაინც ყოველთვის გამოსაყენებელი არ არის, შეიძლება გამოსაყენებელი ხელსაწყო ესეთ რაღაცებს აკეთებს აი ეს smooth tool. შემდეგ dot tool, ნახოთ რას აკეთებს, ეს უფრო ასე ვთქვათ, რო გაწმინდავს, ასე ვთქვათ, გაათეთრებს, შეიძლება ესე ვთქვათ, აი ნახეთ, ბუნდოვან ასე ვთქვათ, გავს რაღაცებს გაათეთრებს, ამას უფრო ვიყენებდით თოლმე თუ გახსოვთ აი ეს კბილის გასათეთრებლად ხშირ შემთხვევაში გქონია ეგეთი შემთხვევა მაკიაჟის და მსგავსი რაღაცების გაკეთების დროს თითქოს აი კბილის გათეთრებას უფრო აკეთებდით მაგით, ანუ სახელზედაც აი შეგიძლია ნახეთ აქ არის ახლა ესეთი რაღაც, აი ნახეთ უფრო ნათელს გახდის სურათს, აი შეიძლება ესე ითქვას. აი ამისთვის შეიძლება გამოიყენო. ასევე ნახოთ barn tool-ი ესეც გამოყენებული გვაქვს ჩვენ, მაგალითად, აი რა შემთხვევაში. მაგალითად, აი შეგვიძლია აი ამ barn tool-ით, მოდი მოვიტანოთ ახლოში. barn ნიშნავს აი ამოწვას. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნახე, შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, აი უფრო გავუმუქოთ აი ეს საცხი ან რაღაც გავსი, შეიძლება ესეთ ვარიანტში გამოიყენო, აი ესეთი რაღაც. ან მაგალითად, ესეთი რაღაცას გავაკეთეთ თუ არ ვწდებით, აი რაღაც თითქოს ესეთი რაღაც შეიძლება დაამუშავა ეს რაღაც მაკიაჟის ვარიანტი, არ ვიცი ეს უკვე ასე ვთქვათ ფანტაზიაზეა რა, მოკლედ დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ეს ხელსაწყო ესე მუშაობს. და spoon tool ეს ხედავთ რომ ღრუბელია, შესაბამისად აი ნახეთ უკვე გადაყავს შავ-თეთრ ფერებში. აი ესეთი რაღაცა შეიძლება გავაკეთოთ და შავ-თეთრ ფერებში გადაიყვანს, ასე ვთქვათ. აქაც იგივე აი შავ-თეთრ ფერებში გადაიყვანს ბუნებრივია იმას. შემდეგი ხელსაწყო რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებდით, ეს არის უკვე ასე ვთქვათ ვექტორული ხელსაწყოები. აი ეს ჩამონათვალი და ერთ-ერთი იყო pen tool-ი. pen tool-ით ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებდით, მაგალითად, რაღაც ნებისმიერი ესეთი მონახაზი, რომელიც ხშირად ლოგოებში ვიყენებთ ხოლმე და ასე შემდეგ. და ეს არის კონტური. რატომ კონტური? იმიტომ რომ ჩვენ აქ არჩეული გვაქვს ამის დამხმარე პანელზე პაზი. მაგრამ თუ აქედან shapes ავირჩევთ, ნახეთ რა განსხვავება იქნება. მივიღებთ chef seal variants. აი chef seal-ი იქნება, ნახეთ. აი chef seal variants მივიღებთ. და ასევე აქ შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ ფერი, fill. აი აქედან შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი ფერი.
ავირჩიოთ. ასევე კონტურიც, მაგალითად წითელი კონტური და პლუს აქ კონტურის სისქეთ შეგვიძლია მე შევცვალოთ. მაგრამ თუ ჩვენ ესეთ შემთხვევაში ახლა ნახეთ, მოდი ახლა აქედან პაზზე თუ გადავალთ და delayed pass ავირჩევთ, აქაც წავშლით, აქაც ნახეთ. აი ამ ვექტორულ ხელსაწყოებზე უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ აი ამ ისრით, აი ამ ორი ისრით. ერთი ეს არის pass selection და direct selection. აქაც ახლა იგივე შეგვიძლია აქა delayed pass-ი წავშალოთ და აი მხოლოდ მივიღოთ აი ეს ნახეთ delayed pass-ი ჩვენ არ გვჭირდება. და ნახეთ, ესე იგი, რა განსხვავება არის ახლა აი ამ საშუალებებს შორის. შეხედეთ pen tool-ით. კიდევ ერთხელ დავუშვათ, თუ shape-ი იქნება, ეს იქნება shift house-ით, ანუ მოდი ახალ layer-ზე გადავიდეთ. ერთი წამით ესეთ მეტი რაღაცები არ გვჭირდება. ანუ აქაც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ერთი წამით ნახეთ. ანუ რა თქმა მინდა მე რო აი აქ full-ით ნახეთ აი ესა shape-ით ვაკეთებ უკვე fill-ში აქ უკვე გვაქვს ფერი. მაგრამ თუ ჩვენ აი shape-ის ნაცვლად ავირჩევთ pass, ეს ნიშნავს რომ მხოლოდ კონტური გვექნება. აი კონტური მხოლოდ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს კონტური შევავსოთ? შემდეგ გადავიდეთ პაზებზე და პაზებიდან აი აქ ავირჩევთ fill pass. ან შეგიძლია make selection-ი გააკეთო და make selection-იდან. შემდეგ აქ შეგიძლია ჩაასხა ახალ layer-ზე შეგვიძლია გადავიდეთ და აქედან ჩავასხათ alt backspace-ით ფერი. აი ესე control D. თუ ახალ layer-ზე ავირჩევთ კიდე აი აქ ამ layers, თავდგებით ამ layer-ზე და ისევ ჩვენ აი პაზით გავაკეთებთ ესეთ რაღაცას, ანუ მხოლოდ კონტური გვექნება. მხოლოდ კონტური აი აქ. გადავალთ აი აქ პაზებში და მარჯვენა ღილაკიდან fill pass ავირჩევთ. რაც ნიშნავს იმას, რომ მე აქედან ფერს ჩავასხავ. აი კოლორებიდან შემიძლია ნებისმიერი ფერი ავირჩიო და ოკეი ღილაკს დაწკაპუნებით, აი აქ ჩავასხა ეს ფერი. მაგრამ ასევე შემიძლია pattern-ები ავირჩიო, აი აქედან. ესა pattern და აი ამ pattern-ებიდან მე აქ ავირჩიო, აი მაგალითად წყლის, აი ბალახის მაგალითად აი ესეთი რაღაც. და ოკეი ღილაკს დაწკაპუნებით მივიღო ის, რაც ავირჩი, ასე ვთქვათ, აი აქ. შეიძლება ეს ვარიანტი, ანუ ესე იგი, აი ეს კეთდება აი ამ pen tool-ით. მაგრამ აქ არის ერთი ვარიანტი კიდე, მაგალითად, თუ ავირჩევთ მოდი ჯერ აი ამ ისრებზე გავამახვილოთ ყურადღება. აი ამ direct selection tool-ით მე შემიძლია აი ამის რედაქტირება. აი მოვკიდებ წერტილს ხელს და გადავაადგილებ, მაგრამ ნახეთ გაითვალისწინეთ ის რომ აი აქ რო გადავაადგილებ და ყველა წერტილი მონიშნულია და ამიტომ გადაადგილდა აი ესე. ჯერ აქ მოვხსნათ მონიშნა დაწკაპუნებით და შემდეგ დავაწყაპუნოთ რომელიღაც წერტილზე. აი ეს შეგვიძლია წერტილი ესეთნაირად ნებისმიერ წერტილზე ესე ვიმოქმედოთ, აი ესეთნაირად. ესეთ შემთხვევაში აი ეს. აი ეს. და ამის შემდეგ აქ შეგვიძლია კიდევ თავისთავად მე უკვე ესეთ სიტუაციებში, აი ესეთი ვარიანტი, ესეთ ჩავასხათ ფერი. აი fill pass-ი. და იგივე ოკეი და იგივეს მივიღებ აი აქ. აი ესეთნაირად. ეს იყო რაც შეეხებოდა აი ამ pen tools. ანუ ნახეთ, ესე გავაკეთეთ აი ესეთი რაღაცა, პაზი და არ მომწონს ხო? აი ამ თეთრ direct selection tool-ით ნებისმიერ წერტილზე შემიძლია ვიმოქმედო. ოღონდ ნახეთ, ყველა წერტილი ამ შემთხვევაში მონიშნულია. თუ რომელიმე წერტილს უკიდებ ხელს გადაადგილდება ერთბაშად. ამიტომ ჯერ დავაწყაპუნებ
მოხსნი მონიშნას, აი ნახეთ მოიხსნა მონიშნას, შემდეგ რომელიმე წერტილზე დავაწყაპუნებ და იმას რედაქტირებას გავუკეთებ, ან გადავაადგილებ და ასე შემდეგ, აი ნებისმიერ წერტილს აქედან. გარდა მაგისა, მე შემიძლია კიდე აი აქედან დავამატო წერტილი add anchor point, აქ დავამატო წერტილი და ამ წერტილზე ვიმოქმედო როგორც მინდა. აი ეს დავამატო აქ წერტილი, ამ წერტილზე ვიმოქმედო როგორც მინდა. გარდა მაგისა მე აქ ვჭირდება კუთხოვანი და არ კალისებრი, ხო? მაშინ ამ შემთხვევაში აქ არის უკვე ესეთი convert point tool. დავაწყაპუნებ, ნახეთ, კუთხოვანს მოგცემს. საერთოდ არ მინდა, აქ არის ესეთი ღილაკი delete anchor point. დავაწყაპუნებ და საერთოდ წავშლი აი ამას. და აქ უკვე ესეთ ფორმაში შემიძლია ფერი ჩავასხა, აი პაზებზე მარჯვენა ღილაკიდან fill paz და ნუ აი პათერნები თუ არ მინდა, ანუ ესეთი რაღაც ფოთლები და ხეები და ასე შემდეგ და მარტო ფერი მინდა, ჩამოვშლი აქედან და colors ავირჩევ. აი ვჭერ რაღაცა ფერი, okay ღილაკზე დაწყაპუნებით, აი მივიღებ ფერის ჩასხმას. შემდეგ თუ კონტური აღარ მჭირდება უკვე delete paz გავაკეთებ და ასე ვთქვათ, წავშლი აი ამ იგივე ფორმები ასე ვთქვათ. თუ შევსილი მინდა და უკვე ვიცი რა ფერი მინდა, მოკლედ კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ პაზის ნაცვლად აქ ავირჩევ shapes. და shape-ის შემდეგ უკვე მოგცემს ასე ვთქვათ შევსილს, რატომღაც აი აქ არ მიკეთებს, აი აქ. აი, შევსილს მოგცემს აი აქ. შემდეგ იგივე ვარიანტები, ნუ ეს ტექსტია, ტექსტი ასე თუ ისე კი არა და ხშირად და ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე ფაქტიურად. შემდეგ აქ არის გამზადილი ფორმები, როგორც rectangle, აი ესეთი rectangle და აქ შეგვიძლია კუთხეების დამრგვალება, აი ამ ამით Enter-ზე დაჭერთ, აი ყველა კუთხე დამრგვალდა აი აქ. ასევე თვითონ დამრგვალებული კუთხეებიანიც აქ ცალკე შეგვიძლია ეს ნახოთ. აი აქ ესეთნაირად. და თუ აქაც ავირჩევთ shapes-ის ნაცვლად paz, холод, რა თქმა უნდა, კონტური გვექნება. ასევე წრე მრავალ კუთხედან ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ამდენ კუთხიანიც გვინდა, აი ახლა 5 კუთხედია, ხო? თუ ჩავწერთ აი აქ 7, შეგვიძლია 7 კუთხედი დავხაზოთ. ასევე აქედან შეგვიძლია 3 კუთხედიც მივიღოთ, აი 3 ჩავწეროთ და 3 კუთხედს დავხაზოთ ჩვეულებრივ და ასე შემდეგ. ასევე კარგად ვიცით, რომ აი აქედან და custom shape tool-დან უკვე ჩვენ აქთან ბევრი საშუალებები გვაქვს გამოყენებული, რომ აი აქ ძირითადად რაც ჩვენ გვჭირდებოდა, ასე ვთქვათ, აი აქედან shape-ები ხშირად გამოგვიყენებიან, ვების საშუალებები ეს ხშირად გამოგვიყენებიან და ასე შემდეგ და პლუს კიდევ აქ შეიძლება სიმბოლოები ასევე აქედან ესეც ხშირად გამოგვიყენებია და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ვარიანტები, რომელიც ფაქტიურად ხშირად ვიყენებდით ესეთ შემთხვევებში. რაც შეეხება კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მოდი ფერთან დაკავშირებულ საშუალებებს, მოდი ესენი ყველა წავშალოთ. და დავაბრუნოთ ასე ვთქვათ. აი, history-დან დავაბრუნოთ პირდაპირ საწყის პოზიციაზე, აი აქ. კი არა და სურათის შემოტანაზე, მოდი ჩამოვიდეთ ქვემოთ აი აქ. ან ნახეთ, ამის აღდგენა მინდა, ხო, ვთქვათ, აი გოგოს სახის, აი აქ არის history brush-ი. history brush და დავაბრუნებ რა თქმა უნდა საწყის პოზიციაზე. იმიტომ რომ მე ვდგავარ ახლა ამ შემთხვევაში, ნახეთ, რომელ layer-ზე, მოდი აი აქ. და მოდი ამ გოგონაზე, ნუ ესე იგი მაინც აბრუნებს ფლაც საწყის პოზიციაზე. ამიტომ მოდი Windows-დან გამოვიძახოთ ისე history და მოდი ცოტა უკან დავიხიოთ. დაახლოებით აი აქ blur ან თავიდან საერთოდ მოდი აი აქ იყოს. აი ესეთნაირად. ანუ რისი თქმა მინდა აი აქ ფერებთან დაკავშირებით. ანუ ნახეთ, მაგალითად მე მინდა ხა შევცვალო თქვა ქუდის ფერი ან რაღაც ქურთუკის ფერი ან რაღაც, ხო? პირველს რომ უნდა მოინიშნოს. მოინიშნება magic-ით.
ან Magic-ის ნაცვლად ჯობია უკვე აქ Quick Selection-ი, იმიტომ რომ Magic-ით რახან ყველა მოინიშნა, კიდევ ერთხელ გაამახვილეთ ყურადღება Contiguous, ანუ გამორთული იყო და ამიტომ ყველა ესეთი ფერი მონიშნა. მაგრამ ესეთ შემთხვევაში Quick Selection-ი ჯობია ყველა ვარიანტში. აი ნახეთ. Quick Selection-ი და მოდი ახლოში მოვიტანოთ. და ზედმეტი რაც არის, რა უნდა ვქნათ? აი მინუს ღილაკით უნდა გამოვაკლოთ. ამიტომ ჯერ დავიწყოთ აი ახლიდან მონიშნა, ნახეთ. და უკვე მინუს ღილაკზე გადასვლით, მოდი ფუნჯით დავაპატარავოთ. აი ეს ზედმეტი რაღაცები მოვაცილოთ. ან აი აქ თოლერანსი რამდენი აქვს, ესეც გასათვალისწინებელია. იმიტომ რომ აი ესეთნაირად მოვნიშნოთ. და ნახეთ ახლა რაზე მაქვს საუბარი, როგორ ჩავასხათ აი ფერი. მაინც აქედან ფერის ჩასმა უკვე ვედროთი, მაინც არ იქნება სასურველი, იმიტომ რომ თვითონ თავის აი კონტურს კარგავს ქუდი თავის კონტურს. ამიტომ ჩვენ ესეთნაირად იგივე თვალის ფერის შეცვლის დროს თუ გახსოვთ, გამოვიძახეთ image-დან ესეთი რაღაც adjustment, hue saturation, იგივე control U კლავიატურის კომბინაციით. აი ესეთი ფანჯარა. აი აქ ჩავთეთ color-ის და ნახეთ აი ფერით შეიცვალა და თავისი კონტურიც არ დაკარგა ქუდმა. აი ესეთი რაღაც. ოკეი, ღილაკზე დაწყაბუნებით, აი მივიღეთ control D, აი ესეთი რაღაც. ნუ აქ რა თქმა უნდა მეტი იყო მონიშნული და ამიტომ გადავიდა აქ ფერი, ამაზე გაამახვილეთ ყურადღება და ეხლა მაგალითად თვალის ფერი როგორ შევცვალოთ. ასეთ შემთხვევაში თვალისთვის ყოველთვის ჯობია გამოვიყენოთ მოსანიშნე ხელსაწყო უკვე აი ეს polygonal lasso tool, რომელიც აი ესეთ წკაპებით, ნახეთ აი ესეთ წკაპებით მონიშნავს აი ეს დაწყაბუნებით, რომ ანუ ზედმეტი არ მოვნიშნოთ. გადართული უნდა იყოს ყოველთვის აი აქ ამ ღილაკზე, იმიტომ რომ თუ ამ ღილაკზე იქნება ჩართული და აქეთ მოვნიშნავთ, ეს მონიშნა გაქრება. ამიტომ ამ ღილაკზე უნდა იყოს, ანუ ეს არის მონიშნის დამატება, add to selection, აი ეს. შემდეგ აი ნახეთ. აქეთ ეს თვალი მოვნიშნოთ, რა თვითონ სურათის ხარისხია, რა თქმა უნდა, ცუდი. ისევ გამოვიძახოთ control U-ს საშუალებით, control U, ესე უხეშად რო ვთქვათ. ანუ ეს იგივეა, რაც აი აქედან image-დან adjustment, აი hue saturation. და აი აქ color-ის მოვნიშნოთ და მოდი აქაც ავიღოთ იგივე, მაგალითად მომწვანო ფერი. და ღია მწვანე. ოკეი, ღილაკზე დაწყაბუნებით, დარჩება ეს ფერი control D-ი, აი ნახოთ. აი ესე თავის ქუდით და თვალის ფერით შესაბამისი. ანუ აქედან ჯობია ესეთნაირად ფერის შეცვლა შეიძლება ესე ითქვას. ასევე კაცო, ძალიან ჭედავს ჩემი ინტერნეტი და წვატილად მესმის თქვენი ხმა და გადავტვირთავ და მე შემოვალ მაშინ. ეხლა არ გესმით. ეხლა არ გესმით ხმა ეხლა? ეხლა არ გესმით ხმა? ესა, აი, წვეტილად მესმის ძალიან და გადავტვირთავ და შემოვალ. აი, მოიცა ერთი წამით მოიცა, შეიძლება ჩემთან ხო არ არის პრობლემა. წესით არ უნდა იყოს ჩემთან, მაგრამ ეხლა ვნახოთ ერთი წამით. თქვენ ჩემი ხმა კარგად გესმით? კი, კარგად მესმის თქვენი ხმა. ჩემი ხმა თუ კარგად გესმით, ესე იგი ჩემი პრობლემაა და გადავტვირთავ. ეხლა ნახეთ, ეხლა როგორ არ გესმით ეხლა? წვეტილად მესმის უკაცრავად. კაი, გადატვირთეთ კი ბატონო, გადატვირთეთ კი ბატონო. იგი გავაგრძელოთ. მოკლედ ესე იგი, ეს ნახეთ ფერის ჩასმაც როგორ ხდება და ეხლა პლუს მე გაჩვენეთ კიდევ რომ არის ესეთი აი აქ სიკაშკაშე და კონტრასტულობა, შემიძლია ესეთი რაღაც ნახეთ, ან დამუქება, ან კონტრასტულობის ასე ვთქვათ გაზრდა. ესეც შეგვიძლია. ანუ ეს გამოყენებულია ხოლმე ხშირად აი მზეზე გადაღებული სურათები რომ არის და არ ჩანს მზისგან, შეიძლება ესე გააღიაო, აი ჩამოქებული სურათია ხო, აი ესეთნაირად. შეიძლება ეს გააღიაო, აი ნახეთ ესე. გააღიაოთ და კონტრასტულობაც ან დაუკლოთ, ან პირიქით შეიძლება ესე ითქვას.
ანუ ესეთი ჩამუქებული სურათები, რომელიც არის მაგალითად აი ესეთნაირად გადაღებული და არ ჩანს ზის ფონზე, აი შემოვიტანოთ და აი ამის საშუალებით აი ესეთნაირად გააღიაოთ. ესეთი რაღაც შეიძლება გააკეთოთ. ასეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება კიდე მაგალითად აი ესეთი რაღაც, შეიძლება ესეთი სურათი როცა არის, აი აქედან ასევე შეიძლება level, აი ესეთი ამის საშუალებით ეს ჩვენ კარგად ვნახეთ, აი აქაც შეგვიძლია ესეთი რაღაც მოვუმატოთ ან პირიქით გავაღიაოთ, აი ესეთი, აი ამ ცოცავების საშუალებით, ან ასევე შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, ნახეთ image-დან adjustment და ასევე curve, აი ესეთი. აი ამის საშუალებით, ან პირიქით ზემოთ ავწიოთ გავაღიავთ, ან პირიქით აი ესეთნაირად იმის მიხედვით თუ როგორ გვინდა ასე ვთქვათ, იყოს ჩვენი სურათი, აი ამ ასე ვთქვათ. აი ამ მენიუის საშუალებით. ასევე ნახეთ აი აქ ბევრი საშუალებები, ფერთა ბალანსი, მაგალითად აი აქ რომელი ფერები ჭარბობდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ესეც თქვენი ასე ვთქვათ სურვილით ნახეთ რა როგორ კეთდება. და ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა ასე ვთქვათ დამოკიდებული. ასევე black white შავ-თეთრი და ესეც აი ნახეთ თქვენ ფანტაზიაზე, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული თუ რა როგორ შეიძლება გააკეთეთ ეს. ასევე საუბარი გქონდა ჩვენ აი ხშირად გამოყენებულია ხომ და სურათებზედაც აი მაგალითად ნებისმიერ აი ამ სილუეტზე გარშემო რაღაც კონტურები ახონმე რა თეთრი ფერის ან ნებისმიერი კონტური, ხო? აი შეიძლება მაგალითად აი ჯერ უნდა მოინიშნოს ეს ობიექტი, როგორ მოვნიშნოთ, აი აქ მაგალითად ესე იგი კონტროლზე, კლავიატურაზე კონტროლზე ვაჭერ და შემდეგ აი აქ აი ამ ადგილზე ვაწყაპუნებთ, მოინიშნა მოკლედ ეს ჩვენი ობიექტი, ოღონდ ჩვენ არ გვინდა რომ მონიშნა გქონდეს აი აქ შიგნით რაღაც, ამიტომ აი ამას ავიღებ quick selections და მინუსის საშუალებით აი ამ ადგილებს მინუსის საშუალებით ოღონდ მაშინ მოდი ვნახოთ რაღაც აი აქ ამ შემთხვევაში პლუსმა იმუშავა რატომღაც ანუ თუ რაღაცა მოუმატა ასე ვთქვათ ანუ მაშინ აბა აქეთ ვნახოთ ერთი წამით ანუ მე ასე თქვა მინდა ხა კონტური როგორ გავაკეთოთ მოკლედ აი ამას აქ არის ერთი ვარიანტი ის რომ edit-დან ვიძახებთ strokes და outside გარეთ ვაკეთებთ ესეთ კონტურს okay ღილაკს დაწყაბუნებთ აი ესეთი ოღონდ რა თქმა უნდა სქელი კონტურია ბუნებრივია ამიტომ მოდი control d-ი მოხსნათ მონიშნა და თუ ამით მოვნიშნავთ და მინუს ნიშნით აქ არ გამოაკლდება ეს, მაშინ ნახეთ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ავიღოთ. თვითონ აი ამით მოვნიშნოთ, quick selection-ით მოვნიშნოთ, აი გადავატაროთ quick selection-ი, მოვნიშნოთ აი ეს. ავიღოთ DDS, პუნჯი რო სწრაფად მოვნიშნოთ მთლიანად. აი ესეთნაირად და მე აი აქ უკვე მინუსი აუცილებლად იმუშავებს. ერთი წამით აქ შეიძლება ხო მოკლედ აი edit-დან stroke-ის საშუალებით ჩვენ ოღონდ pixels დავუკლოთ
ეს იქნება გარეთა პიქსელი და ეს იგივე შეიძლება გავაკეთოთ უკვე აქედან. აი FX-ებიდან stroke-ის საშუალებით. ეს იყო ეფექტები, აქაც იგივე. ან შეგვიძლია ფერის შევცვალოთ, ბუნებრივი აქ ნებისმიერი ფერი ავიღოთ. და ასევე აქაც outside გარეთ და რა თქმა უნდა კონტურის ზომაც შეიძლება შევცვალოთ აი აქ. და ოკეი ღილაკს დაწყაპონებით, მოკლედ მივიღებთ იმას, რაც უნდა. ეგ იყო Ctrl-D მოხსნით მონიშნოს და აი მივიღებთ ესეთ რაღაცა შეიძლება ესე ითქვას. კარგით. რამე შეკითხვა გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით? ანუ რაც გავაკეთეთ, ფაქტიურად გავიმეორეთ, შეიძლება ითქვას. არა, არაფერი, ერთადერთი ილუსტრატორში გადახვალთ მე მაინტერესებს. კი ბატონო, ჯერ ეს რა თქმა უნდა გაიმეორეთ და ჩვენ შედარებაც იქ გვაქვს გაკეთებული შედარება შეიძლება ესე ითქვას ილუსტრატორსა და Photoshop შორის. ხა ნუ რა თქმა უნდა ილუსტრატორზე გვაქვს სანასაუბრები, რომ იქ ფოტოების დამუშავება ნაკლებად მოსახერხებელია, მაგრამ ლოგოების, სავიზიტო ბარათების და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ილუსტრატორი ბევრად მდიდარია, ნუ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მდიდარია თავისი ხელსაწყოებით. ნუ აი მაგალითად გადავალოთ თვალი. ხო და ისა, უკაცრავად ისა, არ დადგებ როგორ იქნება ისა, ვასწრებ რომ ყველანაირად გავაკეთო ყველა ისა რა. კი ბატონო, კი ბატონო. ვიდეოებსაც უყურებ. კი ბატონო, დავალებები რა თქმა უნდა დევს იქ და შეგიძლიათ დავალებები. კი ბატონო. დავალებებსაც თქვენი მეილი მომწერეთ რომ მე გამოვიდე. კი ბატონო, დავალებებსაც თვალი გადაავლოთ, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, იქ არის ასე ვთქვათ, მაგისი საშუალებები. ანუ ილუსტრატორზეაც გითხარით, რომ აქაც ხელსაწყოები ესეთნაირად აქ არის განთავსებული. აი აქ ხომ აი ტუს ქვემოთ რომ არის აი ეს ოთხკუთხედი ის იქ ხო შევდივარ და იქ ხო აქვს უქვემოთ ბოლოში რა ქვია მარჯვენა ხილაკზე რომ დავაწყებთ მე რომ არის ისა იმის ნიშნები ხო არა ჩვეულებრივად. ვერ მივხვდი რომელზე მეუბნებით, მითხარით? თუ ხელსაწყოს ქვემოთ რომა. აი ეს ოთხკუთხედი ხო? ხო. იქ რო შევდივართ მარჯვენა ხილაკზე ხო. აი ეს ვნახე, აი ეს მარტო ეს. ისა ვარსკვლავის ნიშანი, ეგ ავაწყე და დანარჩენი ის მრგვალი რაღაცა რომ ენახა, ის ვერ ვნახე მე. აბა აქედან რომელი არ ჩანს შენთან? ყველა ჩანს, მაგრამ ვერ იმავს ხენი. და მარტო ვარსკვლავის ნიშანი ვარსკვლავი ავაწყე. ნუ არ ვიცი, ხა ის ილუსტრატორში იყო გაკეთებული, რასაც აწყობდით? Photoshop-ში ხო არ იყო? კი, ილუსტრატორში იყო. არა, ილუსტრატორში. ხო, ნუ არ ვიცი, გაყევით ყოველ შემთხვევაში. ვარსკვლავი რომ აწყოთ და წრე. ხო, ნუ მოკლედ ყოველ შემთხვევაში გაყევით ვიდეოებს აქაც. აი წრე მაინტერესებს, როგორი კეთდება აქ წრე. აი ჩვეულებრივ გადაატარებ და ჩვეულებრივ დააწკაპუნებ და გადაატარებ. გადატარებაც არ ჭირდება, უბრალოდ დააწკაპუნე. თვითონ გეტყვის აი აქ პარამეტრებს, ოკეი ღილაკზე დააჭირებ და ჩვეულებრივ აი მიიღებ წრეს. აი ესე წრეს. ფერის ჩასმა უკვე აქედან შეგიძლიათ კონტური თუ გინდათ გაუთიშავ საერთოდ. აქედანაც კი ბატონო, აქედანაც შეგიძლია, აგერ შეიძლება ჩაასხათ ნებისმიერი ფერი აქ არჩეული. და კონტურით თუ გნებავთ მიუთითებ ფერს აქედან თუ არა და თან აქედან სკროლის დატრიალებით გაუზრდი კონტურს თუ არა და საერთოდ გაუთიშავ აი აქ თუ არ გჭირდება კონტური. თუ ესე მე კიდე რა მაინტერესებს, იცი? გაყოფა მაინტერესებს, ანუ გაჭრა. აი კი ბატონო, გაჭრა რამოდენიმე გზით ნახეთ ჩვენ, კარგად ნახე ის ვიდეო, აი ერთი პირველი ლაინი აი შუაზე მინდა, ან სადაც მინდა, იქ გავატარებ აი ამ ხაზს, ოღონდ shift-ზე დაჭერით, shift-ს დავაწვევი კლავიატურაზე, სწორად გაატარებს ამ ხაზს, აი ესე სწორად და შემდეგ როგორ გავჭრათ? Edit,
ესა ერთად object, აი object-იდან path და აი აქ არის ესეთი divide object below. აი ნახეთ? всё. ეხლა აიღე ეს ხელსაწყო, აი აქ ეს ხელსაწყო. მოკიდე ხელ და წამოიღე. ოღონდ ჯერ მოხსენი მონიშნო. ნახეთ არ არის მაგრამ დააწყაბუნეთ სხვაგან ცარიელ ადგილზე, მოხსენით მონიშნო. შემდეგ დააწყაბუნეთ აი აქ თვითონ გაჩვენებს კონტურს. აი მოვიტან ახლოში. მოკიდე ხელ და გადაიტანე აი აქეთ. ანუ კიდე გაუსვი ხაზი სადაც გინდა. შემდეგ object-იდან, path-დან, აი აქ არის divide object below. შემდეგ ეს ხელსაწყო აიღეთ. ყველაფერია მონიშნულება, ცალკე დააწყაბუნეთ და მოხსენით მონიშნოს, შემდეგ მოიტანეთ აი აქ მაუსი და დააწყაბუნეთ და გადაიტანეთ აი ეს. ბევრნაირი ვარიანტი იყო მონიშნვის, ასევე ხშირად ვიყენებდით ჩვენ ესეთ ხელსაწყოს. აი მაგალითად ხაზი გავავლოთ, სადაც გვინდა ამის გაჭრა, აი ესე გავავლოთ ხაზი, ორივე მოვნიშნოთ, ეხლა ხაზიც და ესეც ორივე მოვნიშნოთ და შემდეგ აქ იყო ესეთი ხელსაწყო, აი ეს shape builder tool. და სადაც გადაატარებდით ის ნაწილი იყო უკვე მოჭრილი, აი ეს. და აი აქ ეს გაჭრილი ეს და ბევრნაირი ვარიანტი ვნახეთ აი ამის. გასაგებია ხო ყველაფერი ვიცი. აი ეს როგორ უნდა კი ბატონო, ეს ყველაფერი დეტალურად არის მოცემული იმ ვიდეოებში, აქედან გამომდინარე გაყევით დეტალებში და ბატონო, იმას ამ ადადაგებზე ჩაუშვდები და უცებრად გავაკეთებ. კარგით, გვაქვს რამე შეკითხვა?